და მოვიწვიოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრები, ენმედიცის ექიმები, ქალბატონი მარიამ ბალახაძე და ქალბატონი ნათია ქათამაძე. გთხოვთ სტუმრებს სტუდიაში. მოგბრძანდით. მოგესალმებით. ვიხარიათ გამარჯობათ. ხილვა. გამარჯობა. გამარჯობათ. ბრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში. სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ბევრი ოჯახისთვის არის ძალიან აქტუალური, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ შაქრიან დიაბეტ ტიპ 1-ზე, რომელიც ბავშვთა ასაკთან არის დაკავშირებული. ქალბატონ მარიამ, მოდით ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რა სიმპტომებით ვლინდება შაქრიანი დიაბეტი ბავშვთა ასაკში? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საინტერესო თემისთვის, რომელიც ძალიან აწუხებს დღეს მშობლებს. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში ვლინდება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნებით, გახშირებული შარდვით, ღამე შარდვით. ძალიან ბევრ წყალს იღებენ ბავშვები, ღამითაც იღვიძებენ წყლის დასალევად. აქვთ გაძლიერებული შიმშილის შეგრძნება და მიუხედავად ამისა, უმიზეზოდ იქლებენ წონაში. არიან ძალიან მოთენთილები, მივარდნილები, აღარ არიან ისეთი აქტიურები, როგორიც იყვნენ. მშობელი ამჩნევს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ადრე და ამ მიზეზით მიდის ექიმთან. საჭიროა თუ არა მშობელმა თავის დაზღვევის მიზნით გააკეთოს გლუკოზის განსაზღვრა მონიტორინგის პრინციპით. ბავშვებში ეს ასე არ არის. მართალია დღესდღეობით ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სიხშირე მოიმატა ბავშვებში, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათია და თუ ბავშვი არის გამხდარი, თუ მას არ აქვს ის სიმპტომები, რომელიც მე აქამდე ჩამოვთვალე, უბრალოდ ჩვეულებრივი მონიტორინგის მიზნით და სკრინინგის მიზნით, რომ ვაი ხომ არ აქვს ბავშვს მომატებული შაქარის სისხლში, ამის კვლევა საჭირო არ არის. როდესაც ბავშვს აქვს სიმპტომები, მხოლოდ მაშინ ვიკვლევთ. თუ არ აქვს სიმსუქნე. სიმსუქნის შემთხვევაში, თუ ბავშვი არის სქესობრივი მომწიფების პერიოდში და მას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით აქვს დატვირთული გენეტიკა, მაშინ უნდა გამოვიკვლიოთ, იმიტომ რომ ასეთ ბავშვს შეიძლება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დაემართოს და არა ტიპი 1. ტიპი 1 ყოველთვის ძალიან დრამატულად და მწვავედ ვლინდება, არ გამოგეპარებათ. ქალბატონო მარიამ, მოდით ჩვენს მაყურებელს და ამ შემთხვევაში მშობლებს ავუხსნათ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინსულინის ჩართვა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის, ასე ვთქვათ, მართვის დროს. იმიტომ რომ ხშირად არის გავრცელებული ისეთი მოსაზრება, რომ მოდი არ მინდა, იმიტომ რომ ამას შეიძლება რაღაც გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩემ ბავშვს და მოდით ავუხსნათ, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ინსულინის მიმართ ძალიან ესეთი დაუმსახურებელი დამოკიდებულება აქვთ. არა და ინსულინი ამ შემთხვევაში გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ჩვენ გვაქვს ინსულინის აბსოლუტური უკმარისობა. ადამიანს ინსულინი არ აქვს. ინსულინი კი ის ჰორმონია, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვცოცხლობთ. ამიტომ ინსულინის გარეშე დღეისათვის, სანამ ახალი მეთოდები არ იქნება ნაპოვნი მედიცინაში, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის მართვა სამწუხაროდ შეუძლებელია. რას უკავშირებთ თქვენ როგორც ექიმი, რატომ აქვთ ესეთი რაღაცნაირი დამოკიდებულება ამ პრეპარატის მიმართ, რომელიც რეალურად პრეპარატი კი არ არის ანალოგია იმისი, რასაც ორგანიზმი უნდა გამოიმუშავებდეს და ვერ გამოიმუშავებს და ვაწვით გარედან. აი ესეთივე რეაქცია არ აქვთ მაგასთან რკინა დეფიციტურ ანემიას როევნები და რკინა არის მისაღები, არ აქვთ პრობლემა და კი ბატონო რკინა დამინიშნე, ვიტამინი მაგას დამინიშნე და როდესაც შენ ეუბნები, რომ ეს გვაკლია ინსულინი, ამ შემთხვევაში აი ესეთი რაღაცა ძიმე მიუღებლობა აქვთ. პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ეს არის ინექციის ფორმა და ბავშვი ძალიან მწვავედ აღიქვამს ინექციას. მეორე იმიტომ, რომ ასოცირდება იმასთან, რომ საკვებს ვერ შევჭამთ ინსულინის გარეშე.
თუმცა ხო, ვერ შევჭამთ ინსულინის გარეშე, მაგრამ ინსულინი ხსნა არის ამ შემთხვევაში. ინსულინის გარეშე თუ შევჭამთ, მივიღებთ იმ ცუდ გართულებებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლესთან შეუთავსებელიც იყოს, მაგალითად, კეტოაციდოზი, ანუ როდესაც აცეტონის შემცველობა სისხლში დრამატულად მატულობს. ამიტომ ინსულინი ხსნა არის ამ შემთხვევაში და არა ერთი კითხვაც სანამ ქალბატონ ნათიასთან გადავალთ, რამდენად იძლევა საშუალება სწორი ზედმიწევნით ჩატარებული მკურნალობა, რომ შემდგომში პაციენტს ექნება შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპისთვის დამახასიათებელი მძიმე გართულებები. თუ ჭკვიანურად და სწორად მიუდგები, პასუხისმგებლობით მიუდგები შენს მდგომარეობას, ასეთ შემთხვევაში გართულებების რისკი მინიმალურამდეა დასული, მით უმეტეს დღევანდელი ინსულინების პირობებზე, როდესაც საოცრად კარგი ინსულინის ანალოგები გვაქვს, რომლებიც ბევრად აადვილებს მაქსიმალურად მიუახლოვოთ მკურნალობის სქემა ფიზიოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ფიზიოლოგიურად ნორმალურად გამოიყოფა ინსულინი. ქალბატონო მარიამ, ქალბატონო ნათია, ალბათ შევჯერდეთ იმაზე, რომ დიაბეტი განაჩენი არ არის. ეს არის ცხოვრების ახალი წესის ცვლილება. ეს არის. მაგრამ აქვე ალბათ თქვენი გზავნილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასევე ვიცით, რომ დიაბეტი შაქრიანი ტიპი 1-2 ურტყავს სხვადასხვა ორგანოებს. ამის მისი სამიზნე არის სხვადასხვა ორგანოები, მათ შორის ერთ-ერთი არის თვალი. და ჩვენ ვიცით თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის მხედველობა. ამიტომ ინტეგრირება პარალელურად და ანუ გუნდური მუშაობა სხვა სპეციალისტებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობიერების ამაღლება, ალბათ ძალიან ბევრი კამპანია იყო ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული და ვფიქრობთ, რომ უფრო და უფრო წინ წამოიწევა ეს ასეთი მიდგომა პოლიპროფილური. ქალბატონო ნათია, გადავიდეთ შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ზე. რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა ამ ფორმის? იმიტომ რომ პრედიაბეტის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ის გართულებები, თანხლები გართულებები გადავწიოთ შორეულ მომავალში და მომზადებულები შევხვდეთ ამ დაავადებას. კი ბატონო, განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი როგორც წესი თვეების ზოგჯერ წლების განმავლობაშიც მიმდინარეობს. ანუ ეტაპობრივად ხდება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბება. როგორც წესი, სანამ ტიპი 2 დიაბეტი ჩამოყალიბდება შაქრიანი დიაბეტი, მას წინ უძღვის ეგრეთ წოდებული პრედიაბეტი, ეს არის დიაბეტის წინარე მდგომარეობა, თუმცა პრედიაბეტის სტადიაზე უკვე დაწყებულია ის გართულებები, რომელიც შაქრიანი დიაბეტის დროს გვხვდება. განსხვავებით ტიპი 1-ისგან, რომელიც მიმდინარეობს სიმპტომებით და ამ სიმპტომების ამოცნობა არის უმარტივესი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ხშირად მიმდინარეობს არაკლასიკური სიმპტომებით. მაგალითად, არ არის აუცილებელი იყოს ძალიან გამოხატული ხშირი შარდვა, გაძლიერებული წყურვილის გრძნობა. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს უბრალოდ ზოგადი სისუსტე, უენერგიობა, ადვილად დაღლა, რაც შეიძლება დაუკავშიროს ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს, ესე ვთქვათ, ეგონოს სხვა დაავადება, თუნდაც აი მაგალითად ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, ჰიპოთირეუსაც ახასიათებს მსგავსი ჩივილები, რკინა-დეფიციტურ ანემიას, ანუ ძალიან რთულად ხდება ამოცნობა შაქრიანი დიაბეტის ადრეულ ეტაპზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ტიპი 1-ისგან განსხვავებით თქვენ რაც იკითხეთ, ამ შემთხვევაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში სკრინინგი. ანუ იმ შემთხვევაში თუ კი ჩივილები გამოხატული არ არის, დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ადამიანი არის მაღალი რისკის ჯგუფში. რა არის მაღალი რისკის ჯგუფი? ჭარბიწონა, სიმსუქნე, უმოძრაობა, არაბალანსირებული კვება და რაც მნიშვნელოვანია, პირველი რიგის ნათესავები, რომელსაც აქვთ დადგენილი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, 40-55 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ვურჩევთ ხოლმე, თუნდაც ჩივილების
არარსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოხდეს გლუკოზის გაკონტროლება. ოღონდ აქ ხშირად საუბარია არა მხოლოდ გლუკოზის, ანუ შაქრის კონტროლზე, არამედ ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეს ცოტა უფრო მაღალსპეციფიური ანალიზი, მაგალითად გლიკოზირებული ჰემოგლობინი. ეს არის ანალიზი, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში როგორი იყო შაქრის საშუალო დონე. ამიტომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სკრინინგის დაგეგმვაც ალბათ უნდა მოხდეს ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, რომ სწორად და დროულად ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი ან თუნდაც პრედიაბეტი. პრედიაბეტი მიმდინარეობს მომატებული შაქრის მაჩვენებლით, მაგრამ ამ დროს შაქრის მაჩვენებელი არ შეესაბამება შაქრიანი დიაბეტის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს. ანუ უფრო დაბალია ვიდრე შაქრიანი დიაბეტის დროს, თუმცა არც ნორმაში. ამიტომ აი ამ მდგომარეობების დიფერენცირება ნორმას პრედიაბეტსა და დიაბეტს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩვენ სრულად დღესდღეობით მოვახდინოთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. ამიტომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. და მკურნალობაში თუ არის დღევანდელ დღეს რაღაცა ცვლილებები, თუ შეიცვალა მიდგომები, გაიდლაინები, რა ხდება ამ მსოფლიოს ენდოკრინოლოგიაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის მიმართულებით და თუ არის რაღაცა რევოლუციური სიახლე. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს გვაქვს უამრავი მედიკამენტი, რომელიც უნდა მოხდეს, რომლის არჩევაც უნდა მოხდეს ძალიან სწორად ენდოკრინოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით. დღეს მოზრდილსას დასრულთა ენდოკრინოლოგები ძალიან განებივრებული ვართ, ძალიან დიდი მედიკამენტების, ასე ვთქვათ, მედიკამენტების დიდი არჩევანით და შეგვიძლია ძალიან თავისუფლად ავირჩიოთ. აქ ახლა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი. თუ კი რამდენიმე წლის წინ ჩვენი სამიზნე იყო გლიკოზირებული ჰემოგლობინის გამოსწორება, ანუ უბრალოდ შაქრის ნორმაში მოყვანა და მხოლოდ ამას ვაკვირდებოდით, დღეს ცოტა სხვა ამოცანა გვაქვს. ანუ შაქრის ნორმალიზებასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ ყველა ის ორგანო, მაგალითად თვალი, მაგალითად გულსიზრახთა სისტემა, თირკმელი, რომელიც შესაძლოა გახდეს შაქრიანი დიაბეტის გართულების, ესე ვთქვათ, გართულების შემდგომ დაზიანდეს. ამიტომაც თანამედროვე მედიკამენტები, რასაც ვიყენებთ, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს. ერთი უნდა ჰქონდეს აუცილებლად ნორმოგლიკემიის მიღწევის უნარი და ამასთან ერთად უნდა ჰქონდეს სხვა დადებითი ეფექტები. მაგალითად, უფრო მეტად გულსიზრახთა სისტემაზე, ვინაიდან ვიცით, რომ ძალიან ხშირად ზიანდება შაქრიანი დიაბეტის დროს და ასევე ნეფროპროტექტორული, ანუ თირკმლის დამცავი ეფექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა აზრის ხართ, აი ხა ენდოკრინოლოგია, როცა ყავს სტუმრად, ყველას უსვამთ ამ შეკითხვას. დაახლოებით ვხვდები. ხო, ახალი აი ეს გასახდომის საშუალებების ახალს არ ვიტყვით. ეს პრეპარატები შეიქმნა როგორც შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალოდ. ეს არის არაჩვეულებრივი პრეპარატი, აი ყველანაირი გადაჭარბების გარეშე, ოღონდ როდესაც ნიშნება მიზანმიმართულად ენდოკრინოლოგის რეკომენდაციას. ანუ ეს მინდა გავიკეთე არ არის. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან ბევრი უკუჩვენება. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი არის მეტაბოლური დაავადება, ანუ როგორც წესი მიმდინარეობს სიმსუქნით და ჭარბიწონით, აი ამ პრეპარატმა ორმაგი სარგებელი მოგცა და კიდევ უფრო მეტი. GLP-1 აგონისტი, ცნობილი პოპულარული მედიკამენტები დღეს გაიდლაინში შეტანილია როგორც ნეფროპროტექტორი. ანუ შეიძლება შევჯერდეთ იმაზე, რომ თანამედროვე ფარმაკოთერაპია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, გვაძლევს ძალიან დიდ საშუალებას, რომ მოვახდინოთ შაქრიანი დიაბეტის, იქნება ეს ტიპი 1 თუ ტიპი 2-ის პრევენცია და იმ გართულებების გადავადება შორეულ მომავალში, რაც მოყვება ამ პათოლოგიას. და ბოლოს თქვენი გზავნილი, მოკლედ რო გითხრათ ჩვენს ტელემაყურებელს. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ნუ დაველოდებით სიმპტომების არსებობას, როდესაც ვართ გარკვეულ რისკ ჯგუფში, ანუ ოჯახში პირველი რიგის ნათესავები დაავადებულნი არიან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, სკრინინგი არის აუცილებელი, ანუ სიმპტომების გარეშე გლუკოზის, ანუ შაქრის მაჩვენებლის შეფასება. ეს იქნება ჩემი გზავნილი, რომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება, ერთი შევძლებთ დაავადების პრევენციას, ან დაავადების მკურნალობა მეტად წარმატებული იქნება. ხალბატონო მარიამ, თქვენი ჩემი გზავნილი კი პირველ რიგში იქნება მშობლების მიმართ ჯანმრთელი ცხოვრების წესი მათი შვილებისთვის. დიაბეტის თუ არა დიაბეტის შემთხვევაში არის ამომავალი მათი დასრულ ასაკში ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ვურჩევდი, რომ ყვება იქნება ცხოვრების წესი ძილი თუ ასე შემდეგ, აი ამას მივაქციოთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ დასრულ ასაკში მათი შვილები იყვნენ ჯანმრთელი. ხოლო ტიპი 1-ის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია
დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც თქვენი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი გაძლევთ.